საღამომშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია სტუდია ნომერი 8. დღეს სამშაბათია, ტრადიციულად ხვდებით საღამოს 9 ნახევარზე. მე ამ გადაცემის სამყარო თორნიკე კივილაძე გახლავართ, ხოლო ჩემი სტუმარი ტრადიციულად გახლავთ გეგა ხვედელიძე. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება განათლების სფერო და მასში მიმდინარე პროცესები. ვისაუბრებთ გამშვით მიმდინარე პროცესებს, წარმოგიდგენთ ჩვენეულ ხედვას განათლების სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით და დიდი სურვილი გვაქვს, რომ მაქსიმალურად ეს ვიდეო გავრცელდეს როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალურ ქსელებში. ჩემი პირველი კითხვა ასეთია, გეგა, რატომ დაიხია უკან ხელისუფლებამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით? მოგესალმებით. მშვიდობას გისურვებთ. არსებობს ესეთი მეთოდი საბრძოლო მოქმედებების დროს, რასაც ახიან სტრატეგიულ უკან დახევას. მე ვიტყოდი, დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა სტრატეგიული უკან დახევის ესეთი ფორმა შეიმუშავა, რითაც ერთის მხრივ შეარბილა პროცესი, ანუ საპროტესტო ტალღა ჩააქრო, მიუხედავად იმისა, რომ მაინც დიდი არ ყოფილა ეს საპროტესტო ტალღა, ხო? ანუ იყო რაღაცა ძირითადად აქ აქტიურობდნენ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი და გარკვეული მასწავლებლები, პროფესორები ამ უნივერსიტეტისა, რომლებიც აწყობდნენ აქციებს და აქტიურობდა ეს მედია კავშირი ობიექტივი და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ეს ჩვენი პოლიტიკური ერთობა, უერთდებოდა და სოლიდარობას უცხადებდა ამ პროცესს და გამოხატავდა მკაცრ უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხის მიმართ. ეს რა თქმა უნდა იყო უკვე პოლიტიზირებული საკითხი, პოლიტიკური საკითხი, ზოგადად საქართველოში არის ესეთი არასწორი შეხედულება დამკვიდრებული საზოგადოებაში, რომ ვითომ პოლიტიკისგან გამიჯნულად ცდილობენ გადაჭრან პოლიტიკური საკითხები, ეს ზირშივე მცდარი დამოკიდებულებაა. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენ საზოგადოებაში, რაც შეეხება საზოგადოებრივ ცხოვრებას, ანუ რაც არ გეხება უშუალოდ შენ პიროვნულად და არის საზოგადოებრივი, ყველაფერი ნაწილია პოლიტიკისა. არსებობს პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები, არსებობს განათლების პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, სხვადასხვა, პოლიტიკები მრავალია და ყველაფერი ის არის პოლიტიკა, რაც ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ესე იგი, წარმართავს და რაც ჩვენს ინტერესებს განამტკიცებს და ანხორციელებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად, ესეც იყო და არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის განათლების პოლიტიკის ნაწილი და ამ პოლიტიკაში საქართველოს მმართველმა ელიტამ, გუნდმა შეეცადა, რომ მოჩვენებითი, ესე იგი, სტრატეგიული უკან დახევის ფონზე განახორციელოს ის, რაც მის ინტერესებში შედის. ანუ ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა კარგია, რომ ესე იგი არ გვიუქმებენ უნივერსიტეტს, საქართველოს ისტორიულ, ესე იგი, ინსტიტუციას, რაც არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩამოყალიბებული ფენომენი, რომლის გაუქმებაც დაუშვებელი იყო, არის და იქნება ცხადია, მაგრამ ამის პარალელურად რამ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ესე იგი ქართული ოცნება უკან არიხებს არავითარ შემთხვევაში იმაზე, რომ ესე იგი აუქმებს რიგ ფაკულტეტებს, რაც 1990 წლის შემდეგ არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეს არის ჰუმანიტარული საგნები, ის შესაბამისად ხდება შემცირებები კადრების, პროფესორ-მასწავლებლების, შესაბამისად გამონთავისუფლება ხდება კორპუსებისა, რომლებსაც სავარაუდოდ გაყიდვის პერსპექტივა აქვთ, ანუ გასხვისება, როდესაც ჩათვლიან, რომ ამ კორპუსებს უკვე აზრი დაეკარგა და ფუნქცია აღარ აქვს, ეს საფრთხე რეალურია და რეალური საფრთხე კი არა, ჩვენს წინ მდგომი რეალური გამოწვევაა და ესე იგი დღეს ამაზე თითქოს უკვე მინავებულია პროტესტი, ანუ როდესაც ხალხმა მოისმინა, რომ ჩვენ რაღაც გამარჯვება მივაღწიეთ და ვიზე იმეთ ეს გამარჯვება, ასე რომ ვთქვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკვე ხალხი ამბობს, რომ ძალა აქვს ჩვენს ერთობლივ ბრძოლას და ამიტომაც ეს ჩვენ რაღაც გამარჯვების, ესე იგი, რაღაცა
მონოპოლარი შევაფასეთ, მაგრამ ერთის მხრივ თუ ეს ძალიან კარგია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არ გაუქმდება და ვადასტურებ ამ დამოკიდებულებას, ემოციური თვალსაზრისით მეც მიხარია და მიმაჩნია, რომ დიახ ამ გარკვეულ საპროტესტო ტალღას ეს შედეგი აქვს, რომ ხელისუფლებას მოუწია სტრატეგიული უკან დახევა, მაგრამ ამის უკან და ამის ფონზე ის პროცესი და ის პოლიტიკა, რომელსაც განათლების პოლიტიკა ქვია, როგორც ანხორციელებს ქართული ოცნება, იმასთან ერთად, რასაც გულისხმობს ამ კორპუსების გაყიდვას, ხო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების გაყიდვას, რაზეც მე მოგახსენეთ, ეს არის დიდი პრობლემა, დიდი გამოწვევა და ამაზე რაღაცა მინავლდა პროტესტი და ამაზე ხალხმა უკვე საუბარი გარკვეულ ასპექტში შეწყვიტა. და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი. დიახ. გეგამ ახსენა ის პროცესი, რომელიც განვითარდება კერძოდ 1990 წლის შემდგომ შექმნილი ჰუმანიტარული ფაკულტეტები და სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტები, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ სიამაყეს წარმოადგენდა და მართლაც ტექნიკური დარგების პარალელურად ამ დარგებში არაერთი სახელოვანი კადრი იქნა აღზრდილი, სამწუხაროდ გაუქმდება და ფაქტობრივად შემცირდება პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა, შემცირდება შტატები, ასე ვთქვათ, პროფესორ-მასწავლებლებისა, აღარ ჩაირიცხებიან სტუდენტები აღნიშნული მიმართულებებით და რა თქმა უნდა, როგორც ახსენა გეგამ, ამ სტრატეგიული უკანდახევის მიღმა სწორედ ეს პროცესი იდგა. გეგა, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის პრესინგი ხელისუფლებაზე, ზეწოლა? საერთოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხო, ჩვენ თუ თანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ არ გვინდა ესე იგი ფეოდალური მმართველობა, როგორცაც დღეს გვთავაზობს ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება, ანუ თუ არ გვინდა ეს ოლიგარქიული მმართველობა, ეს ფეოდალური რეჟიმი და თუ ჩვენ არ გვინდა მსგავსმა ტიპის ხელისუფლებებმა, რომლებიც არავის არაფერს არ იკითხებიან და თავად წყვიტავენ ყველაფერს ამ ქვეყანაში, ანუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააკეთებენ ამის პრეზენტაციას, ჩაატარებენ ბრიფინგს და მერე ითხოვენ, რომ შენ ამას შეეგუო და თუ შენ რაღაცა წინააღმდეგობას იწყებ და პროტესტს, ხდება შენი მარგინალიზაცია, შენი ესე იგი გაშავება, ესე რომ იტყვიან და ხდება შენზე პოლიტიკური ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, ხო? და არა მხოლოდ პოლიტიკური, სხვადასხვა ფორმებით მრავალი ფორმა და მეთოდი აქვს, კანონიერი და უკანონო, კანონიერიც იმ ჩარჩოებში და იმ კანონებით, რომლებიც თვითონ მიიღეს და თვითონ დაადგინეს, თვითონ შეიმუშავეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე არის ის, რომ ამას ქვია დიქტატურა და ეს არის უზურპაცია ხელისუფლებისა, ეს არის მithვისება ხელისუფლებისა, როდესაც შენ მოიპოვებ ძალაუფლებას და როდესაც შენ ცდილობ, რომ საზოგადოება წარმართო იმ რელსებზე, ატარო იმ გზით და იმ ფორმებით, როგორც შენს ინტერესებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე და ასეთ ფონზე და ამის ფონზე ყოველთვის მნიშვნელოვანი არის და მომავალშიც იქნება და დღეს ჩვენს წინაშე მდგომი ყველა გამოწვევა ამას ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხის პასიურ პოზიციაში ყოფნა, გათვითოკაცება და ყოფა დანაწევრება არის მომაკვდინებელი და დამაზიანებელი ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის. ეს არის ცალსახა და ეს არის აქსიომა. ამის პარალელურად, როდესაც ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მომავალ იმ განცხადებებს, რომ ესე იგი ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ ღია ვართ, ჩვენ ვართ წელში გამართულები და ეს ფასადური ესე იგი დემოკრატიის ილუზია, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, რომ ესე იგი თქვენ გაძლევთ უფლებას, რომ ილაპარაკოთ რაზეც გინდათ, მაგრამ იმას გავაკეთებ, რასაც ბოლო-ბოლო მე გადავწყვიტ და როგორც მე მაწყობს, ხო? აი ამ დამოკიდებულებაში ხალხთან ურთიერთობა და ამ დამოკიდებულებაში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის წარმართვა ცალსახად ნიშნავს იმას, რომ დღეს ქართულ ხალხს არავინ არაფერში არ ითვალისწინებს და ყველაფერი არის მხოლოდ ფასადური, მხოლოდ დეკორაციული და ამ დეკორაციას ჩვენ ნელ-ნელა ვეგუებით, საზოგადოება ნელ-ნელა ეგუება და ასეთ ფონზე ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი ერთ მუშტად, ასე რომ იტყვიან, ხატოვნად შეკვრა და გაერთიანება და ღირსეული წინააღმდეგობა იმ ელიტასთან, იმ პოლიტიკურ ელიტასთან, იმ ხელისუფლების უზურპატორ ძალასთან, ანუ იმ თანამედროვე ფეოდალებთან, როგორცაც დღეს წარმოადგენენ ქართული ოცნების ისტაბლიშმენტი და მმართველი ელიტა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისათვის. ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტული პატარ-პატარა გამარჯვებები მოვიპოვოთ, ანუ ამ ასეთ გამოწვევებს და უპირისპირდეთ და არ ემიუცეთ ხელისუფლებას იმის ნება, რომ იმან თავისი გაიტანოს და თავს მოგვახვიოს ის, რაც მის პირად ინტერესებში
მის ფინანსურ პოლიტიკურ ინტერესებში და სხვა მრავალში შედის, ანუ როგორც აწყობს კობაქიძე ივანიშვილისა და გამეფებული ელიტის ინტერესებს იქიდან გამომდინარე წარიმართოს ქვეყნის პოლიტიკა და არა ისე როგორც არის ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები, ამასთან დაპირისპირება ერთის მხრივ მოგცემს ამ კონკრეტულ პატარ-პატარა გამარჯვებებს და შედეგებს ჩვენს ქვეყანაში, ანუ ჩვენ შევძლებთ რომ რაღაცა მაინც მცირე ნიუანსურად შევცვალოთ და ბოლომდე არ მივცეთ ჩვენი დაპყრობისა და გადაყლაპვის, ასე ვთქვათ, საშუალება ამ მმართველ ელიტას, ქართულ ოცნებას და მეორეს მხრივ აუცილებელია ეს რომ რეჟიმის ცვლილება მოხდეს, მაგრამ ამ რეჟიმის ცვლილებას კიდევ უფრო მეტი მიზანდასაყრდობა, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია, კიდევ უფრო მეტი ერთსულოვნება ჭირდება, კიდევ უფრო მეტი იდეოლოგიური მზაობა ჭირდება, კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ჭირდება თითოეული მოქალაქის, ანუ ქართველი ხალხის პასიური მდგომარეობიდან გამოსვლა და საერთო ეროვნულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ქმედითი ჩართულობა დღეს არის სასიცოცხლო და აუცილებელი ქართველი ერისათვის, რომ ერმა როგორც სოციალურმა ორგანიზმმა საზოგადოებრივი მიზანდასახვით შეძლოს ფუნქციონირება, ანუ ერმა თავი გამოხატოს და ააშენოს ისეთი სახელმწიფო, ააშენოს ისეთი ქვეყანა და შექმნას ისეთი ქვეყანა, როგორც შედის მის ინტერესებში, მის ისტორიულ გამოცდილებაში, მის ისტორიულ კულტურულ იდენტობაში, რაც მას აქვს ჩამოყალიბებული და არა ისეთში, როგორცაც დღეს თავს ახვევენ და როგორცაც გარეშე ძალები და შიდა და გარეშე ძალები, ანუ როგორცაც დღეს კარნახობენ და როგორცაც დღეს ქართველ ერზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ აი შენ თანამედროვე ეპოქაში ასეთი უნდა იყო დღეს ხო და აჯერეს ქართულ ხალხს, რომ დღეს ესეთი უნდა გახდეს შენ თუ გინდა იყო თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი და ჯერ იყო ლიბერალური ექსპერიმენტებით შეაწუხეს ქართველი ხალხი, ვგულისხმობ ამ სოდომურ კანონების დაკანონებას, ხო რა, ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვადასხვას, რასაც არ ეგუებოდა ერი და და ებრძოდა, დღეს ასევე ამ ფორმით მოახდინეს, რაზეც წეგან მე ვისაუბრე, სტრატეგიული უკანდახევა და გარკვეული რაღაცების დათმობა მოუწია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ გამოწვევები ქონდა მას ისეთი, რომ ხელისუფლებას ჭირდებოდა მხარდაჭერა, პირველ რიგში ეკლესიისგან ჭირდებოდა და დღეს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ რაღაცეები უნდა შეერბილებინა და რაღაცეებით კოჭი უნდა გაეგორებინა, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებისთვის და მორწმუნე მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის და ეკლესიასთან უნდა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის ილუზია უნდა შეექმნა იმ გაგებით, რომ ქართულ ოცნებას შეენარჩუნებინა პოლიტიკური ძალაუფლება, მაგრამ ამავდროულად და ამის ფონზე და ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ იმას, რომ გრძელდება ეს ფეოდალური რეჟიმი და თუ ჩვენ მივიღეთ ეს დეკორაციული, ესე იგი, ზედაპირული მოსუფთავება, ანუ ლიბერალური იდეოლოგიისგან განთავისუფლდა, ხო, როგორც თვითონ ამბობენ და რაღაცა საკანონმდებლო ბაზა დღეს შეგვიძლია ვიმბარაუდოთ და ვთქვათ, რომ უკეთესობისკენ არის წარმართული მოჩვენებითი, ანუ რაღაც გეი პარადი აღარ ტარდება დაუშვათ თბილისში და აი ამ დაგვარი რაღაცეები, ესე იგი მოსუფთავდა, ხო? ეს უპირველეს ყოვლისა და თავიდან ბოლომდე მართლმადიდებელი მრევლისა და ერისა და ბერის ერთობის დიდი ბრძოლის და ჩვენი პატრიარქის და ჩვენი ღირსეული მართლმკვეთელის სამღვდელო დასის ბრძოლის შედეგია და არა ქართული ოცნების კეთილინება, როგორც უნდა წარმოაჩინონ ქართული ოცნების პროპაგანდისტებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერი დანარჩენი რაც მის უკან მიმდინარეობს, ხდება პირადად აი კონკრეტული ამ ფეოდალური მმართველი ელიტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მათ განამტკიცონ თავი ანტიპოლიტიკური ძალაუფლება, განაგრძონ ამ ქვეყნის რესურსებით ტყვება, განაგრძონ საქართველოს დოვლათით სარგებლობა და გამდიდრება და ფესვების გადგმა ჩვენს ქვეყანაში და დღეს რაც უფრო მეტად ქმედითი იქნება, რაც უფრო მეტად ჩართული იქნება ქართული საზოგადოება და რაც უფრო დიდი იქნება პრესინგი და წინააღმდეგობა, მით უფრო მალე დავასრულებთ და მით უფრო მალე მოვიპოვებთ ჩვენ თავისუფლებას. ანუ როგორც ერი დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას და ამაზე ფიქრი და ამაზე ქმედითი განხორციელება არა მხოლოდ ესე იგი ფიქრი და საუბარი, როგორც ბევრი საუბრობს დღეს, ხო, რაღაც წინააღმდეგობას ერთმანეთში საუბრებში ხალხი გამოხატავს, ეს გასაგებია და თუ ჩვენ ქალაქში მიმოვიხილავთ და გავივლით და გამოვივლით, შევატყობთ, რომ ხალხში დიდი უკმაყოფილებაა, მაგრამ ეს უკმაყოფილება როგორ უნდა აკუმულირდეს და გახდეს უფრო ქმედით და უფრო რეალური და უფრო ცოცხალი, ანუ იქცეს პოლიტიკური ბრძოლის, ესე იგი, ფორმატ, აი ამაზე ფიქრი გუმართებს, ამისთვის მუშაობა გუმართებს და ამისთვის ერთმანეთთან ხიდები უნდა ავაგოთ და ანუ უნდა გავერთიანდეთ და უფრო მეტად უნდა შევძლოთ ერთობლივი ბრძოლითა და ერთობლივი სტრატეგიით ამ ქვეყნის დაბრუნება რა. დღეს ეს არის ჩვენ წინაშე მდგომი რეალური გამოწვევა, რის წინაშე ვიმყოფებით.
ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი აზგანსვენებული ლევან ჩაჩუა თავის გამოსვლებში ძალიან ხშირად აცხადებდა, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი პრესინგი ზეწოლა კანონიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე იმისათვის, რათა მთავრობამ არ მიიღოს ხალხის საწინააღმდეგო კანონები და არ შექმნას უმართლო სამართალი. ეს აუცილებელია, ეს ნებისმიერ ქვეყანაში აპრობირებული ტექნიკაა, ვინაიდან საზოგადოებამ თავისი კუთვნილი როლი უნდა შეასრულოს და თავისი ფუნქცია უნდა განახორციელოს, კერძოდ გამოხატოს რიგ მომენტებში თავისი უკმაყოფილება და კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ზეწოლა ხელისუფლებაზე რიგი საკითხების გადაწყვეტისას უაღრესად მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად ჩვენ დავინახეთ, რომ რიგ შემთხვევებში აი გეგამ ახსენა მაგალითად ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდა და ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც არსებობდა ხელისუფლების წინა მმართველობის წლებში, ფაქტობრივად ეს ყველაფერი ხალხის გამოსვლებით და ეკლესიისა და საზოგადოების ჩართულობით უკვე ფაქტობრივად გახდა საბაბი იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაეხია და შეეცვალა თავისი დღის წესრიგი. ამას მოყვა დიდი საერთაშორისო ცვლილებებიც, ვიცით, რომ შეერთებული შტატების სათავეში მოვიდა ეგრეთ წოდებული კონსერვატორი ლიდერი დონალდ ტრამპი, რომელსაც მკვეთრი პოზიცია აქვს LGBT პროპაგანდისა და LGBT იდეოლოგიის მიმართ და როგორც კი იგრძნო ხელისუფლებამ, რომ ეს ცვლილება მოსაოდნელი იყო შეერთებულ შტატებში, შეცვალა თავისი დღის წესრიგი და აბსოლუტურად სხვა მუსიკა ააჟღერა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და პოზიციის გამოხატვა რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს პოზიცია უნდა ასახავდეს საზოგადოების ერთსულოვან მუხტს. და ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი მოსაზრება ყოველთვის დავაფიქსიროთ ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით. ჩემი შემდეგი კითხვა: რა როლს ასრულებს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ სახელმწიფოში? რეალურად საზოგადოების პროგრესი დიდწილად და წამყვან ძალას ლოკომოტივს ყოველთვის წარმოადგენს განათლებული, სულიერად და ზნეობრივად ჩამოყალიბებული ელიტა, ხო? ანუ ის ხალხი, რომელსაც აქვს მაღალი ინტელექტი, აქვს ქმედითი უნარები, რომ შექმნას დოვლათი, შექმნას რესურსები, აფუნქციონიროს სახელმწიფო, ანუ ინტელექტუალური ელიტა, ხო? ეს არის თუ ჩვენ გვინდა განვითარებული თანამედროვე ძლიერი ქართული სახელმწიფო, ამისთვის აუცილებელი არის ჩვენ გვყავდეს ინტელექტუალური დიდი ბირთვი, რომელიც დაეუფლება ქართულ სახელმწიფოს, ანუ წარმართავს ქართულ სახელმწიფოს ისე, როგორც არის ჩვენი ისტორიული გზა და ფუნქცია და ამოცანა ჩვენი ერისა და ქვეყნის მყოფობისა და არსებობისა. აქედან გამომდინარე, ძლიერი ინსტიტუტი და ძლიერი განათლების სისტემა ცხადად და უნათლესად წარმოდგენილია როგორც აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ ესეთი საზოგადოება ჩვენ გვყავდეს, ესეთი საზოგადოება აღიზარდოს და განათლების სისტემა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ძლიერი უნივერსიტეტები უნდა იმსახურებოდეს ამ მიზანსა და ამ ამოცანას, ანუ სტრატეგიული მიზანი იმისა, რომ ჩვენ აღვზარდოთ ღირსეული მამულიშვილები, ქართველი, სულიერად, ზნობიერად, ზნეობრივად გაწონასწორებული პროფესიონალები თავის დარგში, დიდი ინტელექტის ცოდნისა და გამოცდილების მატარებელი მოქალაქეები, ამაში წვლილის შეტანა აუცილებლად უნდა მოახდინოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ძლიერი უნივერსიტეტი, ხო ეს ხადია, მაგრამ როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ამაზე ორიენტირებული, მაშინ ფასადური ხდება თავად უნივერსიტეტის როლისა და მთლიანად სისტემაც, ხო, განათლების სისტემაც და ყველაფერი ფასადური ხდება, ანუ ყველაფერი ექვემდებარება პოლიტიკური ელიტის ინტერესებს. აი დღესაც ასია, თორემ ისტორიულად და ცივილიზაციურად, ხო, როგორც ესე იგი ქართული სამყარო ოდიდგანვე, ხო, ჩვენ ვიცით გერლათის აკადემია, იყალთოს აკადემია, საქართველოში განათლების კერები ხო უდიდესი ისტორიულად, ხო, და ბოლო დროის ეს ჩვენი ორი დიდი ინსტიტუტი, რაც არის უნივერსიტეტი, ესე იგი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ღირსეული გაგრძელება და მემკვიდრე იმ დიდი განათლების კერებისა და იმ დიდი ესე იგი ისტორიული გამოცდილებისა განათლების პოლიტიკაში, რაც ქართველ ერთს ისტორიულად გააჩნდა და საქართველოს ამის გამოცდილება ძალიან
ძალიან დიდი და მდიდარი აქვს. მაგრამ დღეს ხდება ამისი მოკვდინება, დღეს ხდება ამისი დეკადანსი, დაკნინება და ხდება აი როგორც პირად ინტერესებზე მორგება რა. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ მობრძანდით. გამარჯობა სტუდიას. მოგესალმებით. საქმე იმასია, რომ ჩვენ ახლა ამბობდით რაღაც განვითარებაზე, მეგობრობაზე, რაღაც ინსტიტუტებზე, ყველაფერზე, მაგრამ არის ასეთი პრობლემა, მე მიმართავ ის ხალხს, რომელიც არიან ტოლმილები და 91 წლიდან არიან უსაფრთხოები და ცხოვრობენ საკაც თავს საფარებში. საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის დაწყებული ფუნდამენტი. აქ ყველაფერი ერთმანეთზე ლაგდება, ერთმანეთს ემატება და ბოლოს ვიდეთ იმას, რომ ჩვენ უნდა ვეხვეწოთ აფხაზებს, რომ აფხაზებო უაზე მოდი. მაგრამ მე გეუბნებით მეორე მხარეს. საქმე დაუდგებათ იმ აფხაზებს ისე, რომ თვითონ მუხლის თავებზე იმას იზამენ, რა ქვია, ჩამოვლენ და რა ქვია, აი, როგორ ის რა მუხლის თავებზე გასაგებია ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია. მეც პირადად აფხაზეთიდან გახლავართ, კერძოდ გუდაუთიდან, მართალია 1993 წელს თბილისში დავიბადე, მაგრამ ჩემი მამა პაპა გუდაუთაში ცხოვრობდა, სოფელ ახალსოფელში. ეს მტკივნეული საკითხია, ბუნებრივია და რა თქმა უნდა მოეგონ გონს აფხაზები, ჩვენი აფხაზი ძმები და დები და აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავის ისტორიულ ფესვებს საქართველოს. მაგრამ დღეს ჩვენი გადაცემის თემა არის სხვა საკითხები, ეს არის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და მე ოპერატორს ვთხოვ, რომ დღეს მთლიანად მინდა რომ გეგამ ისაუბროს ამ საკითხებზე და ზარები არ შემოუშვათ დღეს სხვა გადაცემისთვის მოვიტოვოთ ზარები, ამიტომ ჩემი თხოვნაა რომ დღეს ძირითადად გეგას მოусმენოთ. დიახ, განაგზეთ გეგა თქვენი პოზიციის ჩამოყალიბება. თავიდან ბოლომდე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, როგორც მე ვთქვი, ჩვენი სტრატეგია, ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა, ანუ როგორც სახელმწიფომ და როგორც ერმა საიდკენ მივემართებით, რა ფუნქციის მატარებელი ერი ვართ და შესაბამისობაში უნდა მოიყვანოთ ყველა ის პოლიტიკა და ყველა ის სისტემა ქვეყანაში, მათ შორის განათლების სისტემაც და ასეთ დროს ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ ავაშენებთ, რასაც ჩვენ შევქმნით, თავისი ფუნქცია და როლი და დამორჩილება იქნება მათ შორის ჩვენს უნივერსიტეტებს და მათ შორის ჩვენს განათლების კერებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სხვას და დღეს, როდესაც ჩვენ მოხშლილი გვაქვს სახელმწიფოებრივი ღერძი, როდესაც ჩვენ არ ვიცით, რას ვაშენებთ და ისე ვიმეორებ, ეს არის ფეოდალური მართველი ელიტის მიერ პირად ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა, ხო? ასეთ დროს აზრს კარგავს და ფუნქციას კარგავს დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის ეს უნივერსიტეტებიც და ჩვენ რაც არ უნდა კარგი უნივერსიტეტი ავაშენოთ და როგორი, ესე იგი, გამართულიც არ უნდა გქონდეს ერთი კონკრეტული უწყება მათ შორის, აი დავუშვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორი გამართულიც არ უნდა იყოს და როგორი ძლევამოსილიც არ უნდა იყოს თავის შიდა საქმეებში, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა თუ ჩვენ თავარი პოლიტიკური ღერძი არ გავასწორეთ, ანუ თუ ჩვენ მიმართულება და მიზანი არ დავსახეთ, დანარჩენი მხოლოდ იქნება ცარიელი პოპულიზმი, როგორც დღეს არის. ანუ მე ვიგულისხმობ იმას, რომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, ეს იქნება მხოლოდ ცარიელი ჰაერში მუშტების ქნება, როგორც მრავალს ახასიათებს ხოლმე და როგორც მრავალი წლებია ჩვენ ვისმენთ, ეს იქნება მხოლოდ ფასადური რეფორმები, აი როგორც მიშა სააკაშვილი იმის ფონზე, რომ ესე იგი ღებავდა ხოლმე ფასადებს თბილისში, ფერად შენობებს გვთავაზობდა თბილისის უბნებში, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა, ამაზე დიდად არ ინტერესდებოდა. აი ასეთი ფასადური რეფორმები და ფასადური შელამაზება იმისათვის, რომ თვალი დაგვიბნელოს და ჩვენი წინააღმდეგობა ჩაახშოს, აი დღეს რო გამოდიან და აცხადებენ, რომ აღარ გავერთიანებთ
ამ უნივერსიტეტებს ამის გამო ტაში დაგვიყარით, ცოტა ხნის წინ რო გვეუბნებიან ომში არ ჩაგდეთ და ამის გამო ტაში დაგვიყარით, მანამდე გვეუბნებოდნენ ცოცხები აღარ არის ციხეებში და ამის გამო ტაში დაგვიყარით. და ესეთ რაღაცები რომ манипуლირება ხდება, ეს არის ფეოდალური რეჟიმის ელიტის, მართველი ელიტის მიერ ხალხზე манипуლირების სხვადასხვა ინსტრუმენტები და საშუალებები და საჭიროა წინააღმდეგობა, საჭიროა თვალის გასწორება პრობლემების მიმართ, საჭიროა სწორი შეფასებების გაკეთება, საჭიროა სწორი აქცენტების დასმა და რეალური გამოსავლის ძიება იქიდან გამომდინარე რა დიაგნოზას დავსვათ. დღეს ჩვენ დიაგნოზი დასმული არ აქვს. დღეს ჩვენ დიდი საზოგადოების დიდი ნაწილი საერთოდ ვერ აცნობიერებს რეალური პრობლემების არსს. უბრალოდ გრძნობს, რომ ცუდად არის ქვეყანაში საქმე, უბრალოდ გრძნობს, რომ აქ გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია და ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველოს დატოვოს და საქართველოს იცლება. ყველა ღონეს ხმარობს იმის გამო რომ გადარჩეს თვითონ და თავისი ოჯახი, ხო? თითოეული ადამიანი რომ შეიქმნას თავისი ვიწრო კომფორტი და ეს გასაგებია და სრულიად მისაღებია ჩემთვის, რომ დღეს ადამიანები საკუთარ ბრძოლის სხვადასხვა ფორმებს ნახულობენ კანონიერად და სამართლებრივად, რა თქმა უნდა, რომ ის ანუ მომავლის დიდი პერსპექტივა რომ აღარა აქვს და ადამიანი საკუთარ თავზე დღეს ზრუნავს, ვიღაცა დამონათების პოზიციაში არ შეიძლება ამ დროს საზოგადოებას და ლაპარაკი ახლა ზოგს უყვარს ხოლმე სადღეგრძელოები ყანწით და არა მხოლოდ ყანწით, ეთერებშიც მაგალითად ეს ყანწის ფორმით საუბარი. ხო, ესე იგი მე შეიძლება ახლა პოპულარულად არ ვსაუბრობ და მაინც და მაინც ესე იგი ბევრს არ მოსწონს, რასაც მე ვიძახი, მაგრამ აი გულწრფელი პოზიციიდან მინდა რომ ესე ვთქვა და ყოველთვის ვამბობ, რომ ესე იგი ქართველი ხალხის დამონათება მოსახლეობის დამონათება, აი ამ ელიტებისგან, აი ამ რაღაცა ცნობადი სახეებისგან, რომ აი სათხართ და რეალობაში ეს რატოა ასე, ხო? იმიტომ არის და იმიტომ ხდება ასე, რომ სტრატეგია არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს დასახული მიზანი, ჩვენ არ გვაქვს დასახული ამოცანა, ჩვენ ვერ ვპოულობთ ერთმანეთს, ჩვენ ხიდებს არ ვაგებთ, პირიქით ვამტვრევთ ერთმანეთს, უმტვრობთ ერთმანეთს, უპირისპირდებით ერთმანეთს, ცილს ვწამებთ ერთმანეთს, ვემტერებით და ასე დროს გათითოკაცებულია ხალხი და ყველა ცდილობს საკუთარ ვიწრო ნაჭუჭში გადარჩეს და როდესაც ხალხი დაინახავს დიდ მზაობას, დიდ ერთსულოვნებას, როდესაც მიტევება იქნება, როდესაც დათმობა იქნება, როდესაც თავარი ფასეულობები იქნება წარმართველი და განსაზღვრელი და ხალხი ამას დაინახავს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, მაშინ უკვე ხალხი თვითონაც ჩართული იქნება ამ პროცესში და აი ეს პოლიტიკურად აქტიურმა ჯგუფებმა, საზოგადოებრივად აქტიურმა ჯგუფებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ რაღაცის შეცვლაზე, რაღაცა უნდა შეცვალონ ამ ქვეყანაში, პირველ რიგში აი ამაზე უნდა გააკეთონ აქცენტი. ამ დიდ ერთობაზე, ამ ერთსულოვნებაზე, ურთიერთთანადგომაზე და ძიებაზე იმისა, რომ როგორ გამოვნახოთ გზები, რომ ჩვენი სამშობლო დავიბრუნოთ და არა ჩასაფრებულის პოზიციებიდან და არა იმაზე, რომ როგორ რა ვაკეთოთ, რომ რაღაცა ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ამოცანები განვახორციელოთ და რაღაც მოვითბოთ და მოვირგოთ ჩვენი რაღაც სავარძლები და ასე შემდეგ რა. აი ამ პროცესიდან თუ არ გამოვედით, ხალხი კიდევ უფრო დიდ ნიჰილიზმში ჩავარდება, კიდევ უფრო მეტად გათითოკაცდება, კიდევ უფრო მეტი იქნება დაპირისპირება, კიდევ უფრო დიდი იქნება პოლარიზაცია და უფრო მეტი ადამიანი დატოვებს საქართველოს და ასე დროს ახლა გინდა უნივერსიტეტი ააშენე მე და გინდა 100 უნივერსიტეტი ააშენე, უკვე ყველაფერი აზრს კარგავს. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოს დაბრუნება და დავით თარხანმოურავმა დაწერა წერილი, რომელიც გამოქვეყნდა ობიექტივის გვერდზე და იქ ბოლოში ეწერა, რომ ესე იგი 6 ღვთისკაცი თაყაიშვილი ხშირად ამბობდა ეროვნულ მიზნის შესახებ საუბრობდა, რა არის ერის მიზანი და ამოცანა და დღეს ჩვენი ეროვნული მიზანი, რაც ქართველ ერს გააჩნია, არის აი ამ ფეოდალიზმისგან განთავისუფლება და ამ ფეოდალიზმისგან საქართველოს გამოხსნა. და ჩვენ თუ არ გამთავისუფლდით და ჩვენ თუ ჩვენი სამშობლო არ დავიბრუნეთ, ხო, ქვედა ფლანგზე მე და ქვედა დინებებში ხა ვიღაცა უნივერსიტეტს როგორც ააშენებს და იმას აქვია საბავშვო ბაღი როგორი ინფრასტრუქტურით მოეწყობა, ამას უკვე აზრი აღარ აქვს და აღარ ექნება და დღეს უკვე ვდგავართ იმის პირობებში, რომ ეს ყველაფერი აზრს უნდა კარგავს და ქართულ ხალხსაც აღარ აქვს ბრძოლის мотиваცია და ჟინი, რომ მაგალითად შეცვალოს განათლების პოლიტიკა, იმიტომ რომ ხედავს, რომ თვითონ საარსებოდ ვეღარ ცოცხლობს, აი ფუნქციას კარგავს როგორც მოქალაქე, არავინ აღარაფერს აღარ ეკითხება, აღარავინ აღარაფერში აღარ ითვალისწინებს, შია, წყურია, დასნეულებულია, ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს. და ეს არის ჩვენი პრობლემა და ეს არის ჩვენი თავარი გამოწვევა. აი ამ ფეოდალური რეჟიმისაგან განთავისუფლების გზებს თუ არ გამოვნახავთ, მე ვიმეორებ.
აღარანაირი აზრი და აღარანაირი დანიშნულება მე უკვე დანარჩენი პრობლემების შესახებ მსჯელობას და დებატებს და ახლა გეუბნება კობახიძე მოდი ვილაპარაკოთ არაფერი აზრი არ აქვს აი ლაპარაკს თუ თავად კობახიძისგან არ განთავისუფლდა ანუ ამ მართველი ელიტის მარწუხებისგან არ გამოიხსნა ქართველმა ერმა თავისი სამშობლო საქართველო რა ეს არის ჩემი გულწრფელი პოზიცია და ძალიან მიყვარს როდესაც ადამიანები გულწრფელად საუბრობენ და არა ყალბი პოპულიზმით და ყალბი პოპულიზმებით იღუპება ჩვენი ერი როდესაც ხალხი ცდილობს რომ ესე იგი მასებზე და საზოგადოებაზე მორგებული ნიღბებით წარდგეს საზოგადოების წინაშე და ის ისაუბროს და ისე წარმოჩინდეს რომ საზოგადოებისა და მსმენელის ყურსა და გულს აამოს ხო აი ასეთმა ფარისევლურმა დამოკიდებულებებმა დაგუპა და დაღუპის გზაზე დააყენა ჩვენი სამშობლო რომ დღეს ჩვენს ნეულებას არ ვუწოდებთ და თავთავის სახელებს არ ვარკვევთ დიაგნოზებს არ ვსვავთ არ განსაზღვრავთ ბოროტებას ბოროტებად არ განსაზღვრავთ პრობლემად და ვცდილობთ რომ აქეთ-იქიდან მოუვარო და ვითამაშოთ და ლავირების პოლიტიკები ვაწარმოოთ და აი ეს ჩვენ გვარადგურებს როგორც ერთსა და სახელმწიფოს რა ეს არის ჩემი პოზიცია. რაც შეეხება უნივერსიტეტების როლს სახელმწიფოს განვითარების საქმეში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც უკვე საუკუნეზე მეტია რაც ზრდის კადრებს სხვადასხვა მიმართულებით და ზრდის პროფესიონალებს, რომლებიც ემსახურებიან შემდეგ უკვე საქართველოს და ბევრი მათგანი საერთაშორისო ასპარეზზეც კი არის გასული და მნიშვნელოვანია რომ აი ეს კულტურა, რასაც უნივერსიტეტის კულტურა ჰქვია, აუცილებლად იქნა შენარჩუნებული და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ამ უნივერსიტეტების, ამ და სხვა უნივერსიტეტების გაერთიანებას მეთქი უკაცრავად, ამ და სხვა უნივერსიტეტების განვითარებას დიახ. და ბუნებრივია რომ ამ პროცესში აუცილებელია საზოგადოების ჩართულობაც, ვინაიდან საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს სწორედ ხარისხიანი განათლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში და ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ის პროცესი, რომ მეცნიერებმა, პროფესორმა, მასწავლებლებმა მაქსიმალურად შეძლონ აი ამ ხარისხის გაუმჯობესება. გეგა, როგორ შეაფასებდით ქართული ოცნების განათლების პოლიტიკას ბოლო 14 წელიწადში? ზოგადად განათლების პოლიტიკას არა მხოლოდ ბოლო 14 წელიწადში მთლიანად ესე იგი ეგრეთ წოდებული პერესტროიკის შემდეგ ანუ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველოში არც ერთი პოლიტიკა არ ყოფილა ჯეროვნად თვითმყოფადი და ისეთი როგორიც უნდა იყოს ყველაფერი იყო გაფანტული ესე იგი არანაირი სტრატეგიულ დაგეგმარებაში ეს არიჯდა ჩვენ თუნდაც აი დავუშვათ ჰუმანიტარული მეცნიერებების რიგი საკითხები მაგრამ ისტორიული მეცნიერებები ხო ჩვენ მემკვიდრეობად გვერგოს სრულად ესე იგი საბჭოთა ისტორიოგრაფია წითელი ისტორიოგრაფია ანუ გაყალბებული ისტორიოგრაფია სადაც იმ რასაც კომუნისტური ნარატივი იყო და საბჭოთა ნარატივი იყო იმ ნარატივში ჩაჯედილი წიგნები იმ ნარატივში ჩაჯედილი ესე იგი ისტორიული ბრჭყალებში კვლევები, რომლებიც არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე აგებული და ქართველი ერისა და ცივილიზაციის დაკნინებაზე აგებული, ხო ეს კონკრეტული მიმართულება რო თქვა და ასე და ასე ამის გამოსწორებაზე ამ წლების განმავლობაში არავის არ უზრუნია. ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ოცნებას, არა? ეს მთლიანად აი რაც საქართველოს განთავისუფლდა და რაც ჩვენ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მას შემდეგ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი პროგრამა, კონცეფცია, არ გაგვაჩნია ჩვენი კონცეფცია, როგორი ერი ცივილიზაცია და სახელმწიფო გვინდა, როგორი მომავალი თაობები უნდა აღუზარდოთ, როგორი მომავლისკენ მივდივართ, რანაირია ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ჩვენი კულტურა, ჩვენი ცივილიზაცია, ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ნაციონალური იდენტობა, რა ქმნის ქართველ ერს როგორც ნაციას, რა იდენტობის წყაროებია განსამტკიცებელი იმისათვის, რომ ეროვნული ცნობიერება ამაღლდეს, როგორი უნდა იყოს ქართველი ერის სულიერება და ცნობიერება, როგორი უნდა იყოს ქართველი ადამიანის სამოქალაქო პასუხისგებლობა, რა უნარჩვევები უნდა შეიძინოს ქართველმა მოქალაქეებმა იმისათვის, რომ თანამედროვე მსოფლიოში როგორც პიროვნება მიფუნქციონიროს, შექმნას დოლათი, თანამედროვე გამოწვევებს ფეხი გაუსწოროს, თვალი გაუსწოროს, როგორი ტექნოლოგიები უნდა აითვისოს იმისათვის, რომ ფული იშოვოს და არ მოუწიოს ქვეყნიდან გაქცევა და ოჯახი გამოკვებოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი ესეთი დაგეგმარება, ესეთი კონცეფცია არ არსებობს. არც არსებულა, არც არავინ არ ფიქრობს. ჩვენ გვყავს ხო მეცნიერები, ზოგი მოჩვენებითად მეცნიერია, ქვია მეცნიერი, მაგრამ სიყალბეზეა მისი მეცნიერება თავიდან ბოლომდე აგებული. ზოგიერთს არავინ არ უსმენს, მაგრამ კარგი მეცნიერია ასეთებსაც ვიცნობ და ასე შემდეგ. აქაც დიდი გათიტოკაცება. ანუ ეს ხალხი ერთად არ სხედან, ერთად არ მუშაობენ. ამაზე არ ზრუნავს სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა, არ არის გამოყოფილი თანხები, არ არის სახელმწიფო ინტერესი, არ არის პოლიტიკური ინტერესი. ანუ არავინ საქართველოში ამაზე არ ზრუნავს. მხოლოდ ფასადური რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე აქცენტების დასმით ცდილობენ რომ პოპულისტურად ხალხზე მანიპულირება მოახდინონ, რომ ეს გავაკეთე, ის გავაკეთე და ამითი ესე იგი მომეცი მერე ხმა. 4 წელი მე ხო ის ვაკეთე და ეხლა ხმა უნდა მომწე, რომ კიდე 4 წელი უფრო კარგი რაღაცები გავაკეთო და ამომრჩეველიც ბუნებრივია ხა ტყუდება, ზოგი არ ტყუდება, მაგრამ უკეთეს ვერ ხედავს და აი ამ სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით, არა? ანუ თავიდან ბოლომდე ჩვენ არც ეროვნული იდეოლოგია გაგვაჩნია, როგორც სახელმწიფოს, ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, არც განათლების სტრატეგია გაგვაჩნია და კონცეფცია გაგვაჩნია, არც კულტურის პოლიტიკური სტრატეგია და კონცეფცია, ანუ არანაირი რეალური ჩვენ ღერძი, როგორც ერთსა და სახელმწიფოს არ გაგვაჩნია, რაზე უნდა ავეგოთ. ისტორიულად ჩვენ მოგვდგამს მრავალათასწლოვანი ამის კულტურული, ცივილიზაციური გამოცდილება, ჩვენს წინაპრებს და ახლაც ბევრს აქვს ძალიან საინტერესო რაღაცები დაწერილი და გასაგებია ეს ფურცლებზე არსებობს, მაგრამ ქმედითად ნება არ არსებობს იმისა, რომ ეს ყველაფერი რაღაცა თანამედროვე კონცეფციად შედგეს, ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ დოქტრინად გაიწეროს, ასე ვთქვათ, და მისი ამოქმედება, მისი განხორციელება დაიწყოს. და ანუ ეს სიბრალია უპირველესად აი ზუსტად რაზეც მე საუბრის დასაწყისში ვისაუბრე, ფეოდალური ელიტისა და კლასის ინტერესია, რომელსაც არაფერი არ ჭირდება საქართველოში განათლებული ძლიერი საზოგადოება. დღევანდელ ფეოდალურ ელიტას ჭირდება განარკომანებული, ესე იგი გალოთებული თუ რაღაცა, ესე იგი ვიწრო ინტერესების მქონე, დაბალი ინტელექტის და ასე შემდეგ ხალხი, საზოგადოება და ახალგაზრდები, რომლებიც არც პროტესტ დიდად არ გამოხატავენ, არც პრეტენზიებს არ წაუყენებენ ამ ელიტას, არც იმაზე არ ექნებათ დიდი პრეტენზია, რომ რაღაცა მეტი გააკეთონ და მეტი შექმნან, თავისი ვიწრო თავიანთი პირადით ინტერესებით შემოიფარგლებიან და ასეთი საზოგადოება ბუნებრივია ძალიან ადვილი სამართავია და ერთადერთი მიზანი აქვს დღეს ქართულ ოცნებას ამ ფეოდალურ ელიტას კლასს, რომ რაც შეიძლება ადვილად მართვადი იყოს ქართველი ერი, რაც შეიძლება ადვილად მართვადი იყოს ქართული საზოგადოება, რაც შეიძლება ადვილად მანიპულირებადი იყოს, რაც შეიძლება მეტად იყოს მათზე გავლენის მოხდენა ადვილი და ყველაფერი კეთდება მათ შორის განათლებაში, მათ შორის სხვა დარგებში, რომ ქართულ ხალხზე მართველი ელიტის ძალაუფლება უფრო და უფრო ძლიერი გახდეს, უფრო და უფრო გამტკიცდეს ოკუპაცია, უფრო და უფრო მეტად მოხდეს ქართველი ხალხის, ესე იგი დამონება. თუ შეიძლება ეს ასე ითქვას, ანუ დამონებას გულისხმობ აი ამ გაგებით, პოლიტიკური გაგებით დამონება, ანუ როდესაც ხალხი ვეღარ უწევს წინააღმდეგობას, არც უნარი შესწევს, არც ინტელექტი შესწევს, არც ძალა შესწევს, არც რესურსები გააჩნია იმისა, რომ ებრძოლოს სისტემას. და ესეთი მართული მერე ელიტა, მართველი ელიტა, აი ესეთ მართულ საზოგადოებას ალბათ ფიქრობენ, ხო იძახიან ხოლმე ხან 2035 წლამდე ვიქნები ხა. გულისხმება შევა 2055 წლამდე ფიქრობს ივანიშვილი და კობახიძე რო დარჩებიან მართველი ელიტაში და აი ეს არის რეალობა. ქართველი ერი არის დამონებული, უზურპირებული და ფეოდალური ელიტის მმართველობის ქვეშ მყოფი. და დღეს მთავარი სტრატეგიული ამოცანა და ეგზისტენციალური ამოცანა ქართველი ერისა არის ის, რომ ქართველი ერი განთავისუფლდეს. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეროვნული თავისუფლება. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ხო ქონდა, რომ საბჭოთა ბოლშევიკების განმათავისუფლებულიყო. აი, დღეს გვჭირდება ახალი დიდი ეროვნული მოძრაობა, რომ ან ფეოდალური კლასისგან განმათავისუფლდეთ და ეროვნული თავისუფლება მოვიპოვოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, არაფერს აზრი არ აქვს, მინდა ესეთი მთელი არსებით ეს მე ვთქვა და ასე მწამს და მჯერავი. სულ 6 წუთი დაგვჭა გადაცემის დასრულებამდე და მე მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ, როგორც მოგვიხერხდება ეს დრო ისე ამ მოკლე მონაკვეთში. გეგა, თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი ეკლესიის ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში?
ეკლესიის ჩართულობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესში, მართლმადიდებელი ერის ცხოვრებაში ყველა ასპექტში არის უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური და გადამწყვეტი მნიშვნელობით, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე ბრძანებს, რაც სულია ადამიანისთვის, ის ერისთვის არის ეკლესია და სულის გარეშე, როგორც ცარიელი გვამი არის ხორცის ნაჭრი, რომელსაც მატლები დაესევიან და ესე იგი აღარ იარსებებს გარკვეულ დროში, აი ასე სხეულის, ასე ეკლესიის ანუ სეკულარიზირებული ხარი მოდაში, სეკულარული პოლიტიკის გამტარებელი საზოგადოება და ეხლა დღეს ვიღაცა ოცნების პროპაგანდისტი მეტყვის რომ აი რა სად არის სეკულარიზმი პირიქით ყობახიძე და ეს მართველი ელიტა ყველაფერს ცდილობს და ყველაფერს აკეთებს რომ ეკლესიასთან კარო და ფასადურად ესეც ჩანს ეხლა იმედზე და პოზიტივიზე თუ გადართავ რუსთავიორზე თუ გადართავ მართლაც შეგექმნება ის ან კელაპტრით თუ დაინახავ ყობახიძეს აღდგომის ლიტურგიაზე მართლაც შეგექმნება იმისი შთაბეჭდილება რომ ესე იგი ეკლესია და სახელმწიფო იდეალურ ჰარმონიაში, სინერგიაში თანამშრომლობს რა. და ეხლა ვინც ამისი ჯერა მე იმასთან ვერანაირ დებატებში ვერ შევალ და ვერ დავარწმუნებ, მაგრამ ქმედითი ჩართულობა, ქმედითი აი ნაყოფიერი ჩართულობა რომ არ არის ეკლესიისა სახელმწიფო პოლიტიკაში და ყველანაირად იბლოკება, სახელმწიფოს მიერ ყველანაირად დისტანცირებულია და მხოლოდ პოპულისტურად რაც ჭირდება ქართულ ოცნებას, რომ იმაში იყენებს ეკლესიის სახელს, ეს ჩანს აბსოლუტურად ყველაფერში და მათ შორის განათლების სისტემაში. აი რომ ბღდლები დავაბრუნდეთ ეხლა ოზეიმობდნენ ოცნების პროპაგანდისტები. არანაირი რეალური განათლების პოლიტიკაში, რეალური რელიგიური ცნობიერების ამაღლების, მართლმადიდებლური ცნობიერების ამაღლების ეროვნულ ეკლესიური, ეროვნულ სახელმწიფოებრივი სულიერი ცნობიერების ამაღლების პოლიტიკა, არანაირი მსგავსი კონცეფცია, არანაირი მსგავსი იდეოლოგია, არანაირი მსოფლმხედველობა არ არსებობს დღეს ქართულ სახელმწიფოში და ფასადურს არაფერს აზრი არ აქვს. ფასადური არის მხოლოდ პოპულიზმი. იმისთვის არის პოპულიზმი, რომ არჩევნებში 51 ნომერი გააფერადონ. ანუ მეტი დანიშნულება ამ ყველაფერს არ აქვს და ეს მე არ მაინტერესებს და ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ცოცხალი, რეალური ქმედითი ჩართულობაც ეკლესიისა, პოლიტიკოს, ანუ ყველაფერი ის, რაც იძლევა ნაყოფს, რაც იძლევა შედეგს. და ამ ყველაფერს დღეს საქართველოში არანაირი შედეგი არ აქვს. იმიტომ რომ მხოლოდ პოპულიზმზე აგებული, მხოლოდ არჩევნების წინა აგიტაციაზე 4 წელი არის წინა საარჩევნო აგიტაცია. საქართველოში ეს არის პოლიტიკა. 4 წელი კეთდება ყველაფერი, რომ ბოლოს 51 გააფერადოს ადამიანმა. ანუ ხო იწყებენ პოლიტიკური ჯგუფები 1 თუ 2 თვით ადრე აი არა ქართული ოცნების მთელი 4 წელი არის საარჩევნო აგიტაცია. იმისთვის რომ მე-4 წელს თვითონ დარჩეს. მეტი ფუნქცია ამ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, რომ ხალხზე მანიპულირებით შეძლოს პოლიტიკურ ძალაუფლებაში მყოფობა. სხვა ფუნქცია არანაირი არ გააჩნია ქართულ ოცნებას. და ეხლა ასეთ დროს ეკლესიასთან კელაპტრითო დადგება და უწმინდესობა და რაღაცებს ლაპარაკობენ ოცნების მაღალჩინოსნები, ეს ჩვენთვის უინტერესოა. ამას არანაირი აზრი არ აქვს. და აი მართლა რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ქმედით ცხოვრებაში იქნება ჩართული ეკლესია, მართლა რომ ეროვნულ სარწმუნოებრივ იქნება ქართული სახელმწიფოს განვითარების კონცეფცია და იდეოლოგია. მართლაც რომ მართლმადიდებლურ ფუნდამენტზე აიგება ქართველი ერის მომავალი, როგორც უნდა იყოს და როგორც იყო ისტორიულად, ხო? მაშინ ყველაფერი ნაყოფზე აისახება და ჩვენ ხე ნაყოფით რომ შეიცნობა, ასე შევიცნობთ ჩვენ თითოეული ჩვენ ცხოვრების და უპირველეს ყოვლისა ერის სულიერი აღმავლობა განაპირობებს ერზე მადლის მოსვლას, რაც ქართველი ერის აღმავლობას დაიწყებს და მათ შორის სოციალურადაც მაშინ მე მწავს რომ გამოსწორება სახარებაში წერი ეძიე სასუფეველი და სიმართლემისი და ესე ყოველი შენ შეგეძინება. ნუ ზრუნავ იმაზე რა ჭამო, რა სმა არა შეიმოსო. ანუ შენ თუ სულიერად მაღლა ხარ და ამის ისტორიული მაგალითი არის ჩვენი ოქროს ხანის საქართველოს დავით აღმაშენებლის საქართველოს და სხვა ეპოქები, როდესაც ერის სულიერად ძლიერდებოდა, როდესაც ერში სულიერი რენესანსი მიმდინარეობდა უპირველეს ყოვლისა. მაშინ მატერიალური დოვლათიც მოდიოდა, ტერიტორიები ბრუნდებოდა, წელში გამართულები და ძლიერები ვიყავით. ეს რა რითი ჩანს, ხო, ყველა ხეხო ნაყოფი შეიძლება. აი დღეს თუ არის ეს სულიერი აღმავლობა და თუ ესეთი, რატო გვაქვს ტერიტორიები დაკარგული, რატო იცლება საქართველოს, რატო არის ესეთი გაჭირვება, შიმშილი ხო ეს ღვთის რწმენაა თუ აქვს ადამიანს ხოდა შეაფასოს ხო და აი შევაფასოთ ნაყოფით შევიცნოთ ყველაფერი ის როგორ ჩვენ ცხოვრობთ რა დიდი მადლობა პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მოსმენისათვის თვალის მიგდევნებისათვის მე მინდა მადლობა გადაუხადო გეგა ხვედელიძეს მადლობა გადაუხადო ტელერადიო მაუწყებლობა ობიექტივს მის ტექნიკურ ჯგუფს იმისათვის რათა უზრუნველყო ამ გადაცემის წარმართვა
უკეთესი ხვალინდელი მომავლის იმედით გემშვიდობებით ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მნიშვნელოვანი გარდამტეხი ცვლილებების შეტანას. წყალობა და ურთხევა გიმრავლოთ ღმერთთან და გაგაძლიეროთ და